შედგა თუ არა მიხეილ სააკაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საიდუმლო შეხვედრა. გაზეთი ასავალ-დასავალი დღეს სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ლევან გაჩეჩილაძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და გარიგების პირობებით შესთავაზა. რის სანაცვლოდ სთავაზობდა ლევან გაჩეჩილაძე მიხეილ სააკაშვილს იპოდრომზე შეკრებილი ხალხის დაშლას და როგორ პასუხობენ პრესით გავრცელებულ ინფორმაციას ქართული პარტიის წევრები. ნახეთ ანა გოჩეშვილის სიუჟეტში. სანდოობას რაც შეეხება, პირადად ჩემთვის ეს ადამიანები, რომლებმაც მომაწოდეს ეს ინფორმაცია, არიან აბსოლუტურად სანდო ადამიანები. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. სტატიაში სახელწოდებით ვაჭრობა ქვეყნით და ხალხით მიხეილ სააკაშვილისა და 2008 წლის არჩევნებზე ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრის დეტალებია მოთხრობილი. სტატიაში ნათქვამია, რომ 20 იანვარს იპოდრომზე გამართულ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ლევან გაჩეჩილაძემ საკუთარი სურვილები მიხეილ სააკაშვილს წერილობით წარუდგინა. მისი სურვილები კი ასე გამოიყურება. დროებით 6 თვით დამნიშნებ პრემიერ-მინისტრად. მინდა 5 მილიონი. ილია ჭავჭავაძის სახელობის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10-12 მილიონი. პლუს ამას როგორც მათ მითხრეს, გარდა იმისა მე რაც ვნახე, 2 თუ 3 ესეთი ხელნაწერი ქაღალდის გარდა არსებობს კიდევ სხვა ქაღალდები. შეთავაზებათა ნუსხაში ასევე წერია თინა ხიდაშელის გენერალურ პროკურორად დანიშვნის სურვილიც, რაზეც ასავალ-დასავალის წყარო ამბობს, რომ ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილისგან მაშინვე უარი მიიღო. ამ სურვილების შესრულების სანაცვლოდ იპოდრომზე შეკრებილი ხალხი უნდა დაშლილიყო და ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია არ უნდა ჩაეშალა. როგორც ეს ადამიანები თვითონ ამბობენ, ეს ხელნაწერები მათ ხელში აღმოჩნდა დიახ ზუსტად იმ ადამიანებისგან, ვისაც ჰქონდა ეს ხელნაწერი. ანუ ვისთანაც, როგორც ისინი ამბობენ, ვისთანაც თვითონ ბატონმა ლევანმა დატოვა ეს ფურცლები. ჟურნალისტი ჯაბახუბლუა ყვება, რომ ლევან გაჩეჩილაძის ხელნაწერი მას გარკვეული ჯგუფის წევრებმა პირადად აჩვენეს. ამბობს, რომ ინფორმაციის მიმწოდებლები არ არიან არც ნაციონალური მოძრაობის და არც იმჟამინდელი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები. ანონიმური წყარო ჟურნალისტს იმასაც ეუბნება, რომ ლევან გაჩეჩილაძემ საბოლოოდ 17 მილიონის სანაცვლოდ მხოლოდ 2 მილიონი მიიღო, ისიც ავანსად. ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებას ეშინია ქართული პარტიის, როგორც მისი რეალური ალტერნატივის და სწორედ ამიტომ აამუშავა ცილისწავლური კამპანიის მანქანა. გაზეთ ასავალ-დასავალში გამოქვეყნებულ მასალას სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხეს ქართული პარტიის წევრებმა. პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა განაცხადა, რომ შეხვედრას ლევან გაჩეჩილაძისა და მიხეილ სააკაშვილის გარდა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი დავით უსუფაშვილიც ესწრებოდნენ. ამ შეხვედრაზე განსახილველ შეთანხმებებისა და წინააღმდეგობის ჩანაწერს პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის დავალებით ახორციელებდა მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე. ჩანაწერი კეთდებოდა იმ მიზნით, რომ თუ ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდებოდა იმ საკითხებზე, რომელიც განიხილებოდა ამ შეხვედრის დროს, ამ შეთანხმებაზე ხელმოწერა ორივე მხრიდან, ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან მომხდარიყო საპატრიარქოში კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის თანდასწრებით და მონაწილეობით. ეროსი კიწმარიშვილის ცნობით შეხვედრაზე მიღებულ შეთავაზებებს ეროვნულმა საბჭომ განხილვის შედეგად მხარი არ დაუჭირა. ერთადერთი მოთხოვნა კი, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის მხრიდან გაჟღერდა, ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლება იყო, რომელიც იმავე ღამით განხორციელდა. ეროსი კიწმარიშვილი გარიგების შესახებ სტატიაში მოყვანილ ყველა ინფორმაციას უარყოფს და ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდში პრესის ფურცლებზე გავრცელებული მსგავსი ინფორმაციები ქართული პარტიის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია. 2008 წლის იანვრიდან დაიწყო აგრესიული შავი პიარის კამპანია იმ მომენტში უკვე გამოკვეთილი ოპოზიციური ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის წინააღმდეგ. ეს იყო ლევან გაჩეჩილაძის როგორც გამოცხადება მძიმედ დაავადებულ ადამიანად, რომელსაც მას სჭირს ძალიან მძიმე დაავადება და მოგეხსენებათ ეს პერიოდი, ეს ხმები აქტიურად ვრცელდებოდა. მეორე, საუბარი იყო იმაზე, რომ ლევან გაჩეჩილაძე არის ეგრეთ წოდებული ქუჩური ტრადიციების მატარებელი ადამიანი. ეს ხმები ძალიან აქტიურად ვრცელდებოდა ამ პერიოდში
და მესამე ეს არის კამპანია, რომელიც დღემდე გრძელდება, რომ ის გარიგებაში იყო შესული ან შედიოდა ხელისუფლებასთან. ქართულ პარტიაში ფიქრობენ, რომ პრესაში გამოქვეყნებული მასალები სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ დაკვეთას წარმოადგენს და გავრცელებული ინფორმაციის გასაქარწყლებლად ნინო ბურჯანაძესა და მიხეილ სააკაშვილს დებატში იწვევს. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი დღეს კომენტარს არ აკეთებს. გაზეთი ასავალ-დასავალი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით კი წერს, რომ ლევან გაჩეჩილაძე არ არის ერთადერთი ოპოზიციონერი, რომლის შესახებაც მაკომპრომიტირებელი მასალები არსებობს და უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის კიდევ ბევრი ფაქტი გახდება ცნობილი.